აქედან ვაკეთებ ცეცხლს. და სუტკანახევარი უნდა ენტო. ელდარ დიაკვნიშვილი მეკრამიტეობას და მიაგურეობას დიდი ხანია მისდევს. საქართველოში თიხას უამრავი ოჯახი ამუშავებდა. დღეს კი ამ საქმით ძალიან ცოტა ადამიანია დაკავებული. თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ეს პროფესია ჯერ კიდევ შემონახულია. აქ თიხაზე მუშაობის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა. პატარავიდანვე მინდოდამ რა, ინტერესი მქონდა მთელი უბანი სოფელი ამ საქმეზე იყო. მეც დავინტერესდი და დავიწყე ჯერ ქვევრების მოჭრა დავიწყე. მე ამ აგურსა და კრამიტის საწოლი. აგურისა და კრამიტის დასამზადებელი მასალა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თიხა სპეციალურ საზელში იზილება, შემდეგ ყალიბში ისმევა და ბოლოს შეშის ღუმელში იწვება. მასალა თელავის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოაქვთ. ეს დამწვარი არის უკვე ნაწილი ამოვალაგეთ და ნაწილი ამოსალაგებელი, იმიტომ რომ არ აღჭირდებოდა ხაქურა. სეზონი ბოლოს ის იყო და მუშაობთ ამას სეზონურად. დაახლოებით მარტის ბოლოს, აპრილის ბოლოს ვიწყებთ და ნოემბრის დასაწყისში უკვე ვწყებთ მუშაობას, იმიტომ რომ ყინვა და ისა ამას უკვე შლის და ჩვენი გამოშვებული აგური 80% სულ ეკლესიების რესტავრაციებს ახდენდება. ოჯახი თავს მეთუნეობით ირჩენს, მაგრამ შემოსავალი უმნიშვნელოა. ელდარ დიაკვნიშვილის თქმით, თიხაზე მუშაობასთან სერიოზული პრობლემები ახლავს. გარემოსდაცვის ხალხი თხოვენ ლიცენზიას. ლიცენზია, რომელიც ჯდება 4000-5000 ლარი უნდა. და იმის თელ წელიწადში შეიძლება არც დარჩეს მოგება 5000 ლარი. მე ის რომ ირით რა გავარდო.